აბა რომელი სადღეგრძელო უნდა თქვა იუზას მშობლების ხსოვნის სადღეგრძელო შემდეგ. რა პრობლემა? ქალბატონებო და ბატონებო, ძირფასო მაგიდის წევრებო, მეზობლებო, ნათესავებო და რამოდენიმე უცხო ადამიანო. მე მინდა ამ ჭიქით იუზას დედმამიშვილების ხსოვნის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. კარგია. სახელები. სახელები, რა პრობლემა? ბატონი კალენიკესი. ქალბატონი მარცვალასი. და ქალბატონი თუ ბატონი აღათასი. არა. ეს სადღეგრძელო უნდა დალიო შენ პირველი. რატო? იმიტომ რომ დალევ დათვრები და დაგავიწყდება ეს სახელები. სახელებს კიდე არა უშავს. აი ციფრებზე რო გადავდივარ, აი მე იუზას დეიდის ხსოვნისას რო ვიტყვი. ხო. უნდა ვთქვა, რამდენ ტონა ჩაისკრებდა დეიდამის. დეიდამისი ისა. დეიდა რა ერქვა დეიდამის? სოციალისტური შრომის გმირი ქალბატონი ბროლა. ხო. ბროლა, ბრზე, ხო, ბროლა. აუ ეხა ეგ თუ თამარია კიდე რა დილიდან აი წაიღოტვინი ამ იუზას წლის თავის ამბებზე რა. ალო. ხო თამარ. ხო. კი, ეს ვაჟბატონიც აქ ბრძანდება. კი. აჰა, ეხლავე. ესე იგი, თამარია და წლის თავისთვის ლობიო უნდა ვაყიდინო და გურულა ვაყიდინო თუ თიანეთის წითელი ლობიო? ზესტაფონის ჭრელა თქო, რა ვიცი მე. თიანეთის წითელი იყიდოს. თიანეთის წითელიო. აჰა. კარგი. ესე იგი, სადვიშო ეხა თიანეთის წითელიო და ისევ გურულას ვაყიდინებ. შენ კოტიკო, იცოდი თუ არა, რომ იუზას სიძე სიმონი კლასელიც ყოფილა. აბა, არც მე უშინ მითხრა კეთევარმა და გადარეული ვარ კაცი. ესე იგი ამ სიმონის სადღეგრძელო ნათესავებშიც უნდა დავლიოთ და კლასელებშიც, ხო? ზოგს რა ბედი აქვს რა. კარგი მომეწონა. მაგრამ თამარმა არ გაგიგო შენ წოდე თორე. აი გაგიგო ეთყობა. გისმენ? ისევ მე ვარ? აჰა, ეხლავე. სუფრისთვის ჩვეულებრივი კიტრი ვაყიდინო თუ შუშა კიტრიო? იუზას წლის თავზე რა თქმა უნდა შუშა კიტრი უნდა იყოს. თვითონ კიტრი მიგანიშნებს. შუშა. შუშა კიტრიო. ხო, ესე თქვა კი. კარგი. მოკლედ ეს სახელები უკვე დავიმახსოვრე. რაც თავარია სახელები დავიმახსოვრე. ხო, რა. აბა რა ერქვა იუზას ბიცოლას? ბიცოლას? მართა? გუგული? ეთერი. რა ერქვა, აბა, რა ერქვა, კაცო რა? იუზას ბიცოლა არყოლია. კარგი რა მართლა რა, კარგი რა. კიდე ეგ მინდა მე კაცო, ჯერ ისედაც გამოტენილი მაქვს ამ რაღაცა უცნაური სახელებით თავი. ბიცოლა არყოლია. ვაიმე რა. ალო? ახლოს დევს ჩემთან ტელეფონი და ისევ მე იმიტომ ვეცი. ხო. დამალაპარაკეო. ხო თამარ. ო. რაცა მოვიღო? არ მინდა ჩაწერა, მითხარი დავიზებიდებ. დავიმახსოვრებ, შენ რა მითხარი? ძირა, ზაფრანა და ქონდარი. ხო. კარგი. როგორ დავიმახსოვრებ და ძირას ძირაზე დავიმახსოვრებ. ქონდარს ქონდრის კაცზე და ზაფრანას თამარ ზაფრანას ვერ დავიმახსოვრებ და მანდ იყიდე. კაი. როგორ მეზარება ეს თამადობა რა.
ალო ალო თამარი უდა მარდა ლათა ჩემ წლის თავზე არ დანიშნო თამადად მოდით რა, მოდით ბიჭებო, შემოდით რა, მობძანდით. ანანო, მოდი, აი. კეთილი იყოს შენი ფეხი შემოგესწრე, მოგცა საკაურობა. კარგი, ისა სად არის? სერგო სადა ხარ? სად არის? საწავიდა ეს ბიჭი რა, გამაგიჟებს. საწავიდა და ჯანდაბაში წავიდა ეს თქვენი სერგო ბატონო. მოვედი, შევაერთე და დოლია უშო ყველაფერმა ერთად. მთელი უბანი მოვიარენ, მთელი უბანი მოირბინე და ამის გამკეთებელი ვერსად ვერ ნახე ბატონო. ვაიმე, დავიღუპეთ ბატონო სანდრო. უი, გამარჯობა. ეს რა შავი დღე გამითენდა ბატონო სანდრო, ვაიმე. სერგო, დაწყნარდი, არ დავიღუპეთ. შეხედე, ხელოსნები მოვიყვანე. მართლა ბატონო სანდრო. ხო. ესენი არიან ხელოსნები. თქვენ გაიხარეთ. თქვენ რომ არ გყავდეთ ბატონო სანდრო, ჩვენ არაფერი არ მიშველი. ობძანდით, მოდით. ჩარა, გადმოვადით. მოდი დაჭიქი. უყურე. შევაერთე ბოლია უშვა, არ ვიცი რა ჭირს, მაგრამ თქვენიც. ახლა რას მიყურებ, გააკეთე. ანანო, მოგეწონა ჩემი ოფისი? რა ვიცი. ჯერ არ დაგითვალიერებია. ნამდვილად. აი, წავდი. აკეთ? მიხედე, ხო სერგო მოვიდა. ბატონო სანდრო. დამოვიდა რა დაემართა. არ ვიცი, ვნახავ რა ჯერ. და ნახეთ მე რას მიკეთებ. თქვენს მიეხმარეთ. რაც დაყუდებულ ხართ. კი არა, მიბრუნებული არ ვიყო რომ გაკეთებული გქონდეთ. გაკეთდა? სერგო მომისმინე? ერთი წუთით. ბატონო სერგო. ახლა დროზე მალე. მოიცავ, თქვენ რა გინდათ რომ არჩევნები წავაგოთ? აი ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში. მე ვიცი. თქვენნაირებს რასაც უსწრებ. შენა. ბატონო, გისმენ. შეიძლება ერთი აქეთ. მან რა მინდა? ხელი რა შუაში? მოდი. მოვედი, მაგრამ ხელი რა შუაში? მოდი, ანანო, მოდი. დამეგობრდი? აი კაცი, გასრავად საქმეს მივხედავ. ესე იგი, ყველაზე პატარა კაბინეტი ანანო მთელ თანამშრომლებში ჩემთვის დავიტოვე რა. ეს ნიშნად თავმდაბლობისა. ყველა ჩემს თანამშრომელს მივეცი დიდი კაბინეტი, რომ თავი უფრო თავმაღლურად იგრძნო. აი ზუსტი სტრატეგია სანდრო ყოჩაღ. მართალია, პატარა მაგრამ შვენიერი ოფისია მე მომეწონა. არა ბიჭო და. მოდი რა, ხედს განახებ. იცი რა მაგარი ხედი გვაქვს და ვიყოს აქედან ყური. თქვენ მიხედეთ მაგას, ჩქარა. ეს ვინ არის ბიჭო? მე რა ვიცი. აუ რა ლამაზია. თუ რა მაგარი სამეგობრო ყავს არა? პოლიტიკოსი ისა ესა, საუბრო რა. მოიცა ერთი. შენ რითი ყავს ნაკლები სამეგობრო? ჩაპო? ბაზარი არის. ესე იგი ბატონო სანდრო. ბიჭი ხო სერგო. ტექსტი ზებირად იცით? ბიზნესმენები გზაში არიან. ყველაფერი მზად გვაქვს. ერთადერთი ამათ არ დაადგათ საშველი. მომისმინე. დიახ. მხარდამჭერები სად არის? დავრეკე, ველაპარაკე. მითხრეს თუ სტუმრები მოვლენ, ჩვენც მოვალთო. ტყუილად ხომ არ ვივლითო ბატონო. ეხლა მომისმინე შენ სერგო, ანანო მაპატიო. რა თქმა უნდა, რა უკაცრავად. განაგზეთ. რა კიდე რომ არჩევნები წავაგოთ? ჩამახედე. ავა ბიჭებო, როგორ არის საქმე? აი, ვაკეთებთ. ანუ პრობლემა არ არის ეხლა თუ თქვენს გაგიფუჭდებათ ოფისში კომპიუტერი შეგვიძლია. თქვენ რა იცით ჩემი ოფისი? არა, ვიცით რა, ეხლა ოფისია, თან ეხლა თუ უკაცრავად ქალბატონო ანანო. დიახ, ისმენ. თქვენ რა? ლაპარაკში იღებთ ფულს? ვაკეთებთ ბატონო. ან ორი კაცი რათ უნდა ერთი კომპიუტერის გაკეთებას. მაგრამ ფულის კეთებაზე რომ ხართ, გადასულები. აი ეგ. ნუ იქნებ რა ამასე. სერგო. დიახ ბატონო. დადი კალმისტარი მან. როგორ იქცევი? გამახსენდა ბატონო სანდრო.
თქვენი თანდასწრებით არავის შენიშვნა არ უნდა მიწოს. კაი, აბა თქვენი თვით ბიჭებო, ხო? სად რომ მე წავალ? ჩემ ოფისში. კაი. მე მივხვდი. რას? ყვავილები და პარკინგი. ბიჭო, ყვავილებიო, წავედით. მოიცა, სად მიდიხართ? აქ ვიღაცებს ყურის აწევა მოუწევთ. აი ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში. ნახავთ, რასაც გისურვებთ. წამოდი ერთი გარეთ. გარეთ რა? წამო. ხოჭა ხელი რა შუაშია? ამო რა? სად მივდივართ? ხელისუფლებაში. გასაგებია. რა მინდო კაკაცო? მოდი რა. დაჯექი და გააკეთე შენ თვითონ რა გინდა ისინი. არა ძმო. პოლიტიკა ბინძური საქმეა. მარია, მოვიდა დედიკო. ძალიან კარგი, ყველაფერი მოვასწარეთ, ხო? აუ, მე მგონი იცით, მაგათ კიდევ გონიათ, რომ ჩვენ არ ვიცით. აუ, ნინი, იცი რა ვიფიქრე? გონი თვითონაც არ იციან. არგი რა. აი, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, ხდე? როცა მამიკო დედიკოს ხელი სათხოვნად მივიდა ბებიასთან და ბაბუასთან. არა, არ დავიწყებიათ. რა ხდება? ნახე დედიკოს რამდენი ნამცხვარი უყიდია. მაგარია, მოდი მოიტანე ეგ ნამცხვარი აქ. შენ კიდევ ვიძახდი არ ახსოვთო. რა ხდება? აბა თუ მიხვდები. ხო. მივხვდი. მამამ დაგავალათ, ხო? რა გელაპარაკათ? თავისი მართლე გითხრათ, არა? ეგვიპტეში არაფერი არ მომხდარა, ეს უბრალოდ მარიკო. ხო ჯერ. არა მარიკა არ მithხოვს, ხო გითხარი საღამოს ვეთქვითხო, ჯერ არ მithხოვს და მოვიდეს ეს საღამო წესიერად და ვეთქვი კაცო რა მოგივიდა შენ კიდე მარიკა. რა? სამოდით? სად? სად? რატო? სად? ჰა? ესე იგი თქვენ მართლა გონიათ რომ ჩვენ არ ვიცით. ვინ გითხრათ? ვინ და ბებია? აჰა! აკი არ ეთქვის რომ ქალბატონიო? ცისანაო? რა მოხდა? აბა ეხლა კარგად გაიხსენეთ და მოგვიყევით რა მოხდა იმ დღეს. ხო, აბა ეხლა მიდი და მოყევი რა მოხდა იმ დღეს. ესე იგი კონკრეტულად იმ დღეს, ხო მამა? ნუ ახლა თვითონ იმ დღეს ყველამ ბევრი დავლიეთ. ხო, იქ თქვა ბებიამაც. არა, მე ბევრი არ დამილევია და ძალიან კარგად მახსოვს ყველა. მე რა პრობლემაა? რა? კი ბატონო, გახსოვს ყველაფერი. გახსოვდეს მე. მე დავიწყებ მოყოლას ჩემო ბეღურა და თუ რამე შემეშლება, შენ შემისწორე და თქვი რომ ასე არ იყო. მოკლედ იმ დღეს, თვითონ იმ დღეს, კონკრეტულად იმ დღეს, ბევრი რომ დავლიეთ და მოკლედ ის ქალი გახდა ცუდი. ხო, თვითონაც გითხრათ ცუდად გავხდიო. რა? ვინ გითხრათ? ბებიამ. ვინ ბებია? რა ბებიამ? ბებიამ გითხრა მარიკას ხელი სათხოვნელად რომ მოვიდა ირაკლიო ისევ იმოქმედა ჩემზე რომ ცუდად გავხდიო. თურმე რა დღე ყოფილა. ხო, შენ კიდე ამბობდი, ბეღურა, რომ ბავშვებს არ ემახსოვრებათო, გილოცავ მარიკა. აბა გამიშვი. გაიცა გილოცავ ჯერ. მე რას ვამბობდი, როდის ვამბობდი, მეც გილოცავ. გენაცვალე. მე ეს რა არის და ეს რა ტკბილის სუფრა მომიწყეთ აქ და რა ლიქიორები დამიწყეთ. მიდი წესიერი ჭიქები და გოგის ღვინო მოიტანე. ბასი, ბუსი, მიდი, უცებ. რა დროს ღვინოა და რა დროს ჭიქებია, გამაგებინე. ირაკლი. შენ გახსოვდა ეს დღე? რა თქმა უნდა მახსოვდა, ბეღურა. მე არ მახსოვდა. ხო?
მაშინ მეც არ მახსოვდა. როდის უნდა უთხრა სიმართლე? კარგი რა მარიკა რა. ერთმა და ორმა დღემ რა გადაწყვიტა რა მოგივიდა შენ კიდე გადავდოთ ცოტა ხანი რა შეხედე რა ბედნიერები არიან ბასიბუსები ახალზე მივახალო ჩავაშხამო იწვალეს ბავშვებმა რაღაცა ნერვები მოუშალო და გული მოუკლა ბავშვებს. კარგი. გულს მაინც ვერ ამიჩუყებ. კარგი. გულს მაინც ვერ ამიჩუყებ. მოდი. აქ რა ხდება? ირაკლის სიურპრიზი მოუწყირო შეირიგო, ხო? არა, სანდრო, რა სიურპრიზი ბავშვებმა მოაწყვეს. იქ მივხვდი. ის ვარიანტია, ხო? დედის წინ მორბენალი კვიცი. ოღონდ ეხლა არ გამოდის პირიქით არის კვიცების წინ მორბენალი დედა გამოდის. მოდი სანდრინია. სანდრო ბიზია. კაგა ბიძიებთ მე თქვენი ბასი და ბუსია. მიდი ახლა მოყევი რაკენი გადარიე ბიზნესმენები. მე გადაურიე, მაგრამ თქვენ რამ გადაგრიათ? სანდრო რა ხდება? სანდრო დღეს იცი რა დღეა? კი, შაბათია. მოიცეთ შემოგევლე რა. დღეს იცი რა დღეა? ზუსტად აი ამ დღეს მე მივედი მარიკას ხელის სათხოვნელად. აუფ. ხო? რას მელაპარაკებით ხალხო არ გამაგიჟეთ ეხლა რა გახსოვთ ამდენი წლის წინ რა დღე იყო? შენი ჭირი მე სანდრო რა შენ შემოგევლე ერთი წუთი მართლა. ეს რაღაც რო არ თქვა არ შემიძლია რა. ამ ხუმრობაში თქვენ მე მგონი მართლა შერიგდებით რა. მე ჩემი გითხარით გაგაფრთხილეთ რა თქვენზე იყოს. მიდი კაცო მიდი ამას. მე ბავშვებო გააღეთ რა. ირა. ხო. მარიკა, მოდი. მარიკა, ხო იცი ამბობენ. წლის თავის რაღაცების შენახვა სხვასთან არ შეიძლებაო, მაგრამ შენ ხო ეგეთი რაღაცების არ გჯერა. ნუ მიაქცე ყურადღებას. ხალი აღარ მეტევა მაცივარში ხო და შენთან შევინახავ. კარგი არ ხალხ, კარგი ხალი გავაკეთე. კარი არ დახურო ლაშიკოც მოდის. ვაიმე, გოგო, რა ხდება შენ? კეთევან გეხოთ. მოდი, გეტყვი, მოდი. მოდი. შემოდი, შენ უნდა იყო თამადა, ლაშიკო, მოდი. რა თამადა, რას ლაპარაკობ? მე არ ვსაუბრობ. წლის თავისთვის ვინახავ. რას ლაპარაკობ? რას არ ვსაუბრობ? ბიჭო, ასეთი დღეა. საწახვები, რას აკეთებ? რა მეთქი კაცო, არ არსებობს რა. მოიცა ეხლა რა დროს კითხვა, რას კითხულობ ეხლა რა? რას ვკითხულობ? რას ვკითხულობ და ეგვიპტური ზღაპრების კრებული. ხო და მაინტერესებს ეს შენ რო ყვები ხოლმე ის ზღაპარიც ხო არ არის აქ შეტანილი? ლიდიაზე. მედი მასხარა ხარ რა. სუფთა მასხარა. რას ეხვეწები მასხარას თამადობას მითხარით. დავიცი დამაგლიჯა ნერვები. მოდი რა მე ვიქნები. მიდი ჰა. თამადა და აი შენ სტილში დავლევ სადღეგრძელოებს. ლეჩევტილში. როგორც ჩემი ირაკლი ჩხეიძე იტყო და ზუსტად ისე. ერთხელ ერთმა ბედუინმა პროფესორმა აყვა ესეც ეხლა პირამიდას ჩამოუარა. იქვე პირამიდის ჭრდილში აკლემი ეგდოდა სულს ღაფავდა. ღაფა მაკლემმა სული ღაფა და შეხედა ბედუინს და უთხრა ბედუინო პროფესორო ორი კუზი ვისკი მაგ დალეული შენ შემოგევლე ერთი სასტუმროს ნომრამდე ამაცილე რაო შენ შემოგევლე შენი ჭირი ანუ დავლიო მარიკა ესე იგი დღეს არის ის დღე როცა შენ ირაკლი მხელი გთხოვა ხო ვაიმე რა კარგი დრო იყო რანაირად იყო კარგი ქეთევან, მაშინ არც დენი იყო და არც გაზი. სამაგიეროდ იუზა იყო. აი, ეს შევინახო, გავერთი ამჟავდება აქ. მარიკა, შენ თუ იცი რა ერქვა იუზას კლასელსიძეს. სიმონი. აბა. ვაიმე. რა ხდება ქეთევან? ვაიმე, არა ვარ კარგად. ხალი გამომართვი, არა ვარ კარგად. ქეთევან. რა. ვაიმე. ვაიმე. იშლება სანდრა. რა? მიშა!
რა თუნდა ამდენი მომზადება გამაგებინოს ერთი. მიდი და პირდაპირ გითხარი და. ვიცი რა. Facebook-ი დარჩენია ჩართული. რა? ლიდია პარვანოვა? წერს რაღაცებს იქიდან. რა? ესე იგი რა გამოდის? ვიცი ერთი წუთით ახლა, ერთი წუთით. მე მგონი მართლა არაფერი მომხდარა. რა? ანუ იმან ამას ვიცი. რაო? არაჩვეულებრივიო? მარიკა. მზად ვარ. ირაკლი. მზად ვარ, მარიკა. ვიპოვე ფორმა, ტექსტი მოვამზადე და შევალ ახლა და აუხსნი ყველაფერს ბავშვებს. ირაკლი, ესე იგი? ესე იგი, რასაც ვთხოვდი მარიკა, რომ უთხარი, როდის ეტყვიო, გადავწყვიტე. ვიპოვე ფორმა, შევალ და ბავშვებს ყველაფერს ვეტყვი, რომ აღარ ვართ მე და შენ ერთად. ირაკლი.